ქვეყანა, საიდანაც ასეულობით 1000 ქართველი გადის იმის გამო, რომ ფინანსური სიდუხჭირია, იმის გამო, რომ სამუშაო პირობები არ არსებობს. სამუშაო არ არსებობს როგორც ასეთი. ასე დროს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის სხვადასხვა ქალაქის მუნიციპალიტეტი, ასაქმებს მიგრანტებს. აი, ყოველ დღე იდება სხვადასხვა ვიდეო კადრი ჩვენი ქვეყნის ლამის ყველა კუთხიდან, სადაც კარგად ჩანს, რომ არანაირი სტუდენტები ეს ადამიანები არ არიან. ჩვეულებრივად ეს ხალხი ჩვენს ამ საარსებო სივრცეს იკავებს, ჩვენ სამუშაო ადგილებს იკავებს, ჩვეულებრივი კომერციული ინტერესია. ანუ აი ამ კადრებშიც ჩანს აი ეს სქემა. როგორც ზურამ აღნიშნა, ჩვენი ჯიბიდან გადასახადებს, რასაც ვიხდით, ხო მაგით ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მაგ ბიუჯეტით ისევ და ისევ თავის რაღაც კორუფციულ სქემაში აღმოჩენილ კერძო კომპანიას ტენდერით მოაგებინეს. ის ეუბნება, რომ მე ხა აქ იაფ მუშახელს პაკისტანელებს და ინდოელებს დავასაქმებ, ქართველებს რაზე გადაუხადოთ, უფრო ძვირად, ფული გავაკეთოთ, ქვეყანა გავავსოთ, აი უცხოელებით და მე რა ვიცი, რაც მოხდება, მოხდეს, ჩვენ ხო გამდიდრდებით. აი ეგ ხდება.